უთოს მოსკოვის მექანიზმის და წევრი 24 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას კვლავ ეხმაურებიან მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ანგარიში სერიოზული ფაქტობრივი უზუსტობები და შერჩევითი ინტერპრეტაციებია. ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ, რადგან შეიცავს პოლიტიკურ შეფასებებს, манипуляციებს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ უთოს წევრმა 24 ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს საქართველოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციების შესრულებისკენ. ანგარიშის მიხედვით მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა მოხდა. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც აქ ორი დღე იყო ჩამოსული, არანაირი შეხება საქართველოსთან, ესე ვთქვათ, პროფესიული სახით არ ქონია, რომ ცოდნა ქონდა საქართველოსზე, ორი დღე იყო აქ და შემდეგ ორ დღეში 100 გვერდიანი დოკუმენტი დაწერაო, ასე გვეუბნებიან. რაც რა თქმა უნდა ნაკლებად დამაჯერებელი არის, რომ რაღაც დაწყებული გამოხატვის თავისუფლებიდან და დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით ეს ერთი ადამიანი კომპეტენტური იყო იმდენად, რომ 100 გვერდიანი დოკუმენტი დაეწერა რამდენიმე დღეში. შემდეგ ეს მოგვაწოდეს პროექტი, რასაც რის საპასუხოდ 100 გვერდიანი პასუხი გაეცა ამ პროექტს და შენიშვნები და კომენტარები. სამშაბათს, წინა სამშაბათს და ხუთშაბათს გამოვიდა პირდაპირ სხდომაზე შეუცვლელი დოკუმენტი. ანუ არც კი რაც აჩვენებს, რომ რაც რა თქმა უნდა აჩვენებს, რომ მას წაკითხულიც კი არ ქონდა კომენტარები ამასთან დაკავშირებით, ხომ? ეს აჩვენებს ერთის მხრივ, აჩენს ეჭვს, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც არის კომპილაცია იმ სურვილებისა, რომელიც და იმ განზრახვებისა, რომელიც აი იმ ქვეყნებს, ვინც იყვნენ ინიციატორები, ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით და გამოიყენეს ეს ექსპერტი იმისთვის, რომ ეს ადამიანი იმისთვის, რომ რაღაცა ფორმა მიეცათ. და მეორე, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის პირდაპირ დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან, არის პოლონეთის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, დაყენებული იყო კანდიდატურად გაეროში შარშან პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, სტიპენდიებს იღებდა, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ ეს არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანუ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი. რა პოლიტიკა პოლონეთის მთავრობას ქართულ ხალხთან დაკავშირებით ეს ვიცით. ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მექანიზმების გამოყენება ძალიან ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის. რამდენიმე დღიანი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ შეიქმნას, სხვა რო აღარაფერი აღარ დარჩენიათ, არის ეს, რომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ყველა მექანიზმი, რაც კი არსებობს იმისთვის, რომ რაღაც სასიცოცხლო და სასუნთქი მივცეთ ოპოზიციას საქართველოში. მაშინ, როდესაც დასკვნა არის სრულიად ტენდენციური, არაფერი საერთო არ აქვს, საერთოდ იმ პრინციპებთან, რა პრინციპებზეც დგას ეუთო და საერთოდ ეს მექანიზმი და თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი მომზადებული დასკვნის რეკომენდაციებს სერიოზულად შეიძლება ვინმე შეხედოს? კითხეთ ეუთოს სხვა წევრ სახელმწიფოებს 23 წევრის მიღმა, იქ კიდე ბევრი სხვა სახელმწიფოა, რას ფიქრობენ ასეთ მიდგომაზე?